ისტორიის გადაწერის და მოვლენების შეცვლის მცდელობა დაფასებენ ნაციონალურ მოძრაობაში კომისიის მუშაობას. ისინი უნდობლობას უცხადებენ განხილვებს, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს. ქართულ ოცნებაში კი ამბობენ, რომ სიმართლე ყველამ უნდა იცოდეს, თუ რა ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს. ისტორიის გადაწერის მცდელობა არის, იმიტომ რომ საზოგადოება მიცის, რომ თუ რამე წარმატებას მიაღწია და სიბნელიდან და ჭაობიდან ამოვიდა პოლიტიკურად, ეკონომიკურად ჩვენი ქვეყანა, სწორედ 2004 წლიდან მოყოლებული 12 წლამდე პერიოდია. ამიტომ ამ ისტორიის გადაწერა უნდათ, ამ მეხსიერების შეცვლა უნდათ ერთის მხრივ და რა თქმა უნდა პარალელურად აქვე რუსეთსაც უნდა ასიამოვნონ, რომ საქართველოს დაბრალდეს ომის დაწყება და ასე შემდეგ, მაგრამ აქვე არის მეორე პარალელური ამოცანაც, რომელსაც ისინი ემსახურებიან, ეს არის ჩვენ პარტიაზე თავდასხმა, ნაციონალური მოძრაობის აგრძალვა. საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგად საზოგადოება კიდევ ერთხელ კარგად ხედავს, თუ რა მწამებლური რეჟიმი და ქვეყნის ჩამონგრევი აგენტურა მუშაობდა 2000 მოქმედებდა ჩვენს ქვეყანაში 2003-2012 წლებში და არც 2012 წლის შემდეგ დღემდე არ დაუკლია ჩვენი ქვეყნის ნგრევის მცდელობები სამწუხაროდ ამ ადამიანებს და დიახ საგამოძიებო კომისიის დასკვნა და წარმოჩენილი მასალები საბოლოო ჯამში გახდება საფუძველი რომ მიემართოს საკონსტიტუციო სასამართლოს მათი შემდგომი საქმიანობის აკრძალვის მიზნით.